დაკავებულია 300 ნარკორეალიზატორი, ამოღებულია ნარკოტიკი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე მილიონობით დოლარია. ეს მხოლოდ ბოლო 6 თვის შედეგია. კურიერი PS-მა კოკაინის, ამფეტამინის, MDMA-ის ჯამში 450 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების განადგურება გადაიღო. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა. მთავრობის პოლიტიკას ყველა უწყება მხარს უჭერს. გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა ხათუნა გაგნიძის რეპორტაჟი. არ არსებობს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შეჩუვას და დამოკიდებულებას არ იწვევს. ამ მიკროავტობუსში, რომელსაც პატრული და დაცვის პოლიციის ეკიპაჟები მიაცილებენ, დიდი ოდენობით ნარკოტიკია. ეს არის შავ ბაზარზე 7 მილიონზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ახლა სპეციალურ სივრცეში შეაქვთ, სადაც გაანადგურებენ. ეს მხოლოდ ნაწილია 450 კილო ნარკოტიკი, რომელიც რეალიზატორებს შავ ბაზარზე უნდა გაეყიდათ. დამნაშავეებს სხვისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გამდიდრების გეგმა კაცრმა სასჯელმა შეუცვალა. უმრავლესობას ციხეში უბადოდ ყოფნა მოუწევს. განაჩენები დამდგარია, რაც ნიშნავს, რომ დამნაშავეებისგან ამოღებული ნარკოტიკები, როგორც რეალიზატორების წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებები განადგურებისთვის მზად არის. ჰეროინი, კოკაინი, მეთადონი, ალფა-პვპ და სხვა სახის ნარკოტიკები, რომელსაც შეუძლია პირველივე მიღებაზე ჩვენი სიცოცხლე დაასრულოს, ახლა აქ ამ ღუმელში იწვის. კურიერი PS-მა საქართველოში ბოლო პერიოდში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს ამოღებული ნარკოტიკების მხოლოდ ნაწილის განადგურება გადაიღო. მიმდინარე სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ აქ სპეციალურ მაღალ ტემპერატურულ ღუმელში კიდევ ბევრი ნარკოტიკი დაიწვება. როდესაც მოხდება სისხლისამართლის საქმეზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ამოღება გამოძიების მიერ, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ინახება დაცულ ობიექტზე, რომელიც ელოდება სასამართლო განაჩენის დადგომას. როდესაც სასამართლო განაჩენი გვაქვს, შესაძლებლობა გვაქვს უკვე მისი განადგურების, ეს ხდება 3 თვეში ერთხელ. ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული საშუალებები არის ძალიან, ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი. ძირითადად ეს არის მარიხუანა, კანაფი, MDMA, სხვადასხვა სახის აბები, ხვნილები და ასე შემდეგ. სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებების განადგურებას მუდმივ მოქმედი კომისიის წევრები დაესწრნენ, მათ შორის პროკურატურიდან. უკომპრომისო ბრძოლა ნარკოტიკებს, მთავრობის პოლიტიკას ყველა უწყება მხარს უჭერს. ბოლო პერიოდში დანაშაულის სიმრავლიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გამკაცრდა პოლიტიკა. პოლიტიკის გამკაცრებას გამოიხატა ასევე იმ სასჯელებთან მიმართებაში, რასაც უკვე პროკურატურა განიხილავს თითოეულ მათგანთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ უშუალოდ ნარკოტიკების მომხმარებელს შესაძლებელია გაუფრთხილდეს საპროცესო შეთანხმება, თუმცა ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ რეალიზატორთან გაფრთხილდეს რაიმე კანონით გათვალისწინებული შეღავება. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების მიზანი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა ეწეოდეს ჯანმრთელ ცხოვრებას და არ იყვნენ რაღაც ნივთიერებებზე, ვიღაც ადამიანებზე დამოკიდებულები და მათ ცხოვრებას არ განაგებდნენ რიგითი ნარკორეალიზატორები, რომლებიც თავის ცხოვრების მიზნით არიან დამნაშავეები და სხვის ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას. ნარკომანიის და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი რგოლი შინაგან საქმეთა სამინისტროა. უწყების ანგარიშზე მხოლოდ მიმდინარე წელს 300-მდე რეალიზატორის დაკავებაა. გამოწვევად რჩება ნარკოტიკების გავრცელების გზები. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ნარკოტიკების ონლაინ ვაჭრობა წარმოადგენს. ბოლო პერიოდში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციამ გადაინაცვლა ინტერნეტ სივრცეში. დღეისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროში თავმოყრილია შესაბამისი მატერიალური, ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსი ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის. ვინაიდან საქართველოს თავის გეოგრაფიული მდებარეობით მიმზიდველია ნარკოტიკების ტრანზიტში ჩართული ორგანიზებული დაჯგუფებებისათვის, ჩვენ აქტიურად ვატარებთ ღონისძიებებს აღნიშნული დანაშაულის გამოვლენის მიზნით. ამ პროცესში აქტიურად თანამშრომლობთ სხვადასხვა უწყებებთან, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.
უკომპრომისო ბრძოლა გამკაცრებულ კანონებს და მიდგომებს გულისხმობს მომხმარებლებისთვისაც. ახალი რეგულაციით ნარკომომხმარებელს პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. განმეორებით კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რაც იძულებით მკურნალობასაც გულისხმობს. მაღალი რისკი არის ზედოზირების, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ფატალურად თავდება. რა შეიცავს და რა შედეგი მოაქვს ქართულ შალ ბაზარზე არსებული ნივთიერებების მოხმარებას? კურიერი პიესის საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში მივიდა, სადაც განგვიმარტეს, რომ ხშირად მომხმარებლებმა არ იციან რეალურად რა შემადგენლობა აქვს მათ მიერ შეძენილ ნარკოტიკს. უმეტესი ნარკოტიკული საშუალება დამზადებულია მიწისქვეშა ლაბორატორიებში. დამზადების დროს არასოდეს არ იცის საბოლოო პროდუქტში რა კონცენტრაციის იქნება ნარკოტიკული საშუალების შემცველობა. ხდება ერთი და იგივე ფორმის და ლოგოთი ტაბლეტები, შესაძლებელია მასში MDMA-ის შემცველობა იყოს 10%, შესაძლებელია იყოს შემცველობა 70%-მდე. მომხმარებელმა არასოდეს არ იცის თუ რა კონკრეტული რა პროდუქტი აქვს ნაყიდი, შესაძლებელია მას კონდეს ზედოზირება. საქართველოში ასევე გავრცელებულია ჰიბრიდული ჯიშის მარიხუანები, მათი მოხმარება იწვევს ფსიქიურ აშლილობას. აქ ახლა შალ ბაზარზე ამოღებულ ნარკოტიკებს იკვლევენ, რომლის უკანაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კატეგორიის დამნაშავეები რეალიზატორები დგანან. სამართლებრივი პროცესების დასრულების შემდეგ მათ ხანგრძლივი სასჯელი ელოდებათ. ნარკოტიკებს კი ისევ აქ ამ ღუმელში დაწვავენ.